ამ ვიდეოში მოგიყვებით ვინ არიან ლიანები, გუნდი, რომელმაც წელს კომკომის პროექტებში ორი დიდი გამარჯვება მოიპოვა. ახლა იდეადრომის რიგით მე-11 დაჯილდოვებაზე ვართ, სადაც ფინალისტი გუნდები საკუთარ იდეებს წარადგენენ და გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. აქამდე მოსასვლელად მონაწილეებმა 5 დღიანი გადამზადება გაიარეს და დარგის ექსპერტების დახმარებით პროდუქტები დახვეწეს. ღონისძიება წელს განსაკუთრებით სახალისო იყო. აუდიტორიისთვის ტექნოლოგიურ თემებზე ქვიზები ჩატარდა და პრიზებიც გათამაშდა. მაგრამ წლევანდელი იდეადრომი მხოლოდ ამით არ ყოფილა გამორჩეული. ამჯერად გამარჯვებულის გამოვლენაში აუდიტორიაც ჩაერთო. ჟიურისა და აუდიტორიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი გუნდმა ლიანებმა მოიპოვა. როგორც უკვე გითხარით, მათთვის ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ლიანები წელს მედია წიგნიერების ჰაკათონის გამარჯვებულებიც გახდნენ. გუნდის პროდუქტი წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მშობლებს ეხმარება შვილებთან კომუნიკაციასა და რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში. კომკომმა ლიანები 7000 ლარით დააჯილდოვა. მეორე გამარჯვებული და აუდიტორიის რჩეული კი Seal Edu გახდა, რომელიც თვით ადაპტირებად AI სასწავლო პროგრამას წარმოადგენს. კომისიამ გუნდს 3000 ლარი გადასცა. იდეადრომი ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების დახვეწას და პროდუქტებად გარდაქმნაში ხელშეწყობას ემსახურება.